ეს ბოლო პერიოდი ადამიანებმა კითხვების დასვა დაამიწყეს. რა საჭიროა რელიგია? საჭიროა თუ არა ტაძარში სიარული? ხატებთან ლოცვა, იგივე კრიპებთან ლოცვა? აგიხსნით ყველაფერს. მაგრამ ერთი რაღაც გააცნობიერე. სულიერებაში სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღე, მაგალითად იარო თუ არა ტაძარში, ან ხატზე რაიმე განიზრახო აზრში ფიქრი, ან რელიგიაზე რაიმე თქვა, ან რწმენაში მოიყვანო, კარგად აწონე და დაწონე. სანამ წაბილწავ შენში რაიმეს. რადგან რაღაცას თუ წაბილწავ, შემდეგ უკვე პრობლემაა ეს. შენ ეს შენში წაბილწე. არიან გარკვეული ბრჭყალებში ეზოთერიკოსები თუ სულიერი მოღვაწეები თუ ვინ არიან გაურკვეველი წარმომადგენლები, რომლებიც აჟღერებენ ფრაზებს, რომ ტაძარში სიარული აუცილებელი არ არის, ქრისტე ტაძარში შევიდა და აყარა, ყველაფერი გადაყარა და მოკლედ გადამახინჯებული აქვს ბიბლიის კონკრეტული ნაწილები იმისთვის, რომ ბნელი ჩაგიდონ. გაშორებენ ტაძარს, გაშორებენ ღმერთს, გაშორებენ ხატებს, ისე რომ ვითომ თან ღმერთთან იყავი. ნახე რა შეასაქმე. დავიწყოთ რელიგიით. დღეს განვიხილავ რელიგიას, ტაძარს და ხატებს. საჭიროა თუ არა ეს? სამწუხაროდ ისეთი პერიოდია, რომ იწევს ადამიანებს აუხსნა ესეთი ანაბანა. რელიგია რომ არ ყოფილიყო, დღეს შენთვის იესო ქრისტე, ლოცვები და ეს ყველაფერი იქნებოდა მითებივით. როგორც მაგალითად დევებზე გაქვს მითები, სხვადასხვა მისტიურ არსებზე გაქვს მითები, ისეთივე მითი იქნებოდა შენთვის ქრისტე. რელიგია ინარჩუნებს ქრისტეს შემეცნებას, რწმენას და აგროვებს ღვთიურ ძალებს ტაძრებში. ტაძრებამდე მივალ. კი მართალია რელიგიას ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ადამიანებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერი მოძღვრებიდან გამომდინარე, ფინანსური მომხუჭველობიდან გამომდინარე, მაგრამ რელიგიის გარეშე არ შენარჩუნდებოდა არაფერი. რამდენიმე თაობაში დაიკარგებოდა, რადგან ადამიანს ცალკეულად არ ძალუწს შეინარჩუნოს რწმენა, ცოდნა და ასე შემდეგ. მითების დონეზე გადააქვს ეს. საჭიროა გარკვეული ინსტიტუტი, რომელიც შეინარჩუნებს ხატებს, ლოცვებს, ცოდნებს და ამ ყველაფერს. მარტივენით რომ გითხრა, რელიგია არის ქრისტეს შემეცნების სეიფი, შემნახველი. ტაძრები და ეს ყველაფერი არის ამისთვის და ასევე ბევრი რამისთვის და ვიტყვირისთვის არის. იმის მიუხედავად, რომ რელიგიას ბევრი ხარვეზები აქვს და ეს ბუნებრივია და ესეც უნდა იყოს. დღეს არავინ ხმას არ იღებს ამაზე. თქვენთვის ეს უცნობია და რა? კითხვა დასვი. რანაირად შეიძლება შავი მაგები არ იყვნენ შეპარული რელიგიაში და არ მოღვაწეობდნენ. ბნელი როგორ ფიქრობ, ეხლა ფეხი ფეხზე გადაიდებდა და რელიგიაში არ შევიდოდა? შესულები არიან და ეს ბუნებრივია. ბნელის აგენტები რელიგიაში არიან და მოღვაწეობენ. ეს არის ბუნებრივი. ამაზე თავში ხელი კი არ უნდა შემოიტყვა, ვაიმე ეს რა მოხდა და რაღაც და რაღაც. ბნელის აგენტები დიდი ხნის წინ რომ რელიგიაში შეჭრილები არიან, ამას მარტო ის ადასტურებს, რომ ჩვენს რელიგიაში გაუქმებული არის შიდა სასამართლო. ვისაც რა უნდა იმას აშავებს და არ არსებობს შიდა სასამართლო. ეს არის უკვე პასუხი, მაგრამ ამ პასუხის გარეშეც ისედაც ბუნებრივია, რომ ბნელი შეიპარა დიდი ხნის წინ რელიგიაში, დიდი ხნის წინ, ქრისტეს შემდეგ, რამდენიმე საუკუნეში. ამიტომაც არ ებრძვიან შავ მაგებს და ამიტომ ხმაკრინც არ იღებენ ტაროზე და ამ ყველაფერზე. ეს კი არა, ბოლო ჟამის პერიოდში ისე გათამამდნენ, რომ გამოდის შავი მაგი და ტაროს შლის, იმას აკეთებს, ამას აკეთებს და იძახის საპატრიარქოსგან კურთხევა მაქვს. მერე გამოვა საპატრიარქო, როცა ყველაფერი გამოვლინდება და იტყვის, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. რას ნიშნავს შენ არაფერ შუაში ხარ? ვიღაც შავი მაგი გამოდის და იძახის შენ სახელს რომ ნებართვა აქ. შენ ამაზე რეაგირება არ უნდა გქონდეს? შენ სახელს რომ იყენებს? ასტუზგებაში არ უნდა მიცე? სამართლებრივ რომ შენ სახელს იყენებს იმისთვის რომ ხალხის ნდობა მოიპოვოს. ყველანაირად შუაში ხარ, შენ აქედან ვერ გამოძვრები. მიხვდე? რომც თქვა რომ მე არაფერ შუაში ვარ, რომ არ რეაგირებ ამაზე, უკვე შუაში ხარ ისედაც და ისედაც შუაში ხარ. ეს ცალკე წახნაგია. მოკლედ, ეს არის ბუნებრივი, ხალხო. ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ თქვენ ტაძარში სიარულზე, ლოცვაზე, მოძღვრებთან, უნდა იპოვოთ წესიერი მოძღვრები. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. ბნელი შესულია რელიგიაში, მაგრამ ბნელი ყველაფერს ვერ აკონტროლებს. ვერ აკონტროლებს იმ კეთილშობილ მოძღვრებს, კეთილშობილ ბერებს, ვერ აკონტროლებს მათ და ვერც გააკონტროლებს და ეს ბუნებრივია. მაგრამ სათავეში არიან და რაღაცეებს აკონტროლებენ და ეს ბუნებრივია, ბოლო ჟამის პერიოდია და ბუნებრივია. ამან არ უნდა დაგაბრკოლოს. მაგრამ ამან უამრავ ადამიანს წაართვა რწმენა. გააცნობიერეთ, ათეისტების 98% ეფარება ამას, რომ მოძღვრები ესე დღეში არიან. ათეისტი იმიტომ არის, რომ ხედავს ამ ყველა უღმერთობას და ვერ წარმოუდგენია ღმერთი ესეთი როგორ არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ პასუხი იმაზე, რელიგია საჭიროა თუ არა? კი, აუცილებლად საჭიროა. იმიტომ რომ რელიგიის გარეშე დღეს შენთვის ქრისტე იქნებოდა მითი. არც ლოცვები გეცოდინებოდა და არც არაფერი. რელიგია რწმენას, ლოცვებს და ღმერთს ინახავს შთამომავლობებში. ეხლა განვიხილოთ ტაძარი. საჭიროა თუ არა ტაძარში სიარული? საჭიროა თუ არა ტაძარი? რა არის ტაძარი და ასე
ასე შემდეგ. ქრისტემ პირდაპირ თქვა, რომ დღეიდან ტაძარი არ გჭირდება, ტაძარია შენი სხეული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ტაძარი არ გჭირდება. შენ დღეს ისეთ დღეში ხარ, რომ ტაძარი გჭირდება ჰაერივით. მოძღვარს რომ გკითხო, ტაძარში სიარული საჭიროა თუ არა იმისთვის, რომ ღმერთთან მიხვიდე, ავტომატური პასუხი აქვს ტაძრის გარეშე ვერ იზამ ამას. თან მართალია და თან არ არის მართალი ბოლომდე. მეორე მხარეს არ გეუბნება. ვერ გეუბნება, რადგან ამ პროგრამით არის და ესეც ბუნებრივია. სანამ ფუნდამენტურად აგიხსნით, ტაძრის გარეშე შეძლებ თუ არა ღმერთთან მისვლას, შეძლებ კი და თან ვერ შეძლებ. სანამ ამას აგიხსნით, აქამდე მინდა აგიხსნათ რა ხდება ტაძრებში. დავიწყოთ იმით, რომ ტაძრებში არის საუკუნეების განმავლობაში ლოცვების შედეგად დაგროვებული კოლოსალური ენერგია. ამდენი ლოცვების შედეგად ტაძარში არის დაგროვებული მადლი. მაგალითად, მოწამეთაში არის ერთი კონკრეტული წერტილი 2 მეტრა 2 მეტრაზე, ადრე მაგ საუკუნეების წინ იყო კელია, სადაც ლოცულობდნენ ბერები და იქ არის გახსნილი ღვთის ენერგოპორტალი, სადაც რომ დადგე განიკურნები სწრაფად. ეზოში არის, მაგრამ იმ კონკრეტულ წერტილში არაფერი არ არის. მაგრამ ადრე იყო კელია, მაგრამ იქ არის გახსნილი ენერგოპორტალი. ძალის ადგილია. გაიხსნა პორტალი ამდენი ლოცვებისგან. ასევე ტაძრებში, ძველ ტაძრებში განსაკუთრებით, გახსნილია ღვთის პორტალები. ტაძრები არის ლოცვების შედეგად ენერგორეზერვუარები ქვეყნის და ხალხისთვის. დაგროვებულია მასში ძალა და გახსნილებია პორტალები. ღვთიურ პორტალებზეა საუბარი. ამიტომ ტაძარი ყველაფერთან ერთად წახნაგობრივად არის ქვეყნისთვის და ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის წინაპრების მიერ ლოცვების შედეგად დაგროვებული ენერგიის რეზერვუარები. ვიმეორებ, რეზერვუარი კი არ არის, ყველაფერთან ერთად რეზერვუარებია ენერგიის. აი როგორ რაღაც არის, იცით, როგორც ეხლა წარმოიდგინე შენმა წინაპრებმა ოქროს მონეტები რომ ყაროს საერთო შესაკრებლებში. ყაროს და დაგროვებული იყოს მთები ოქროს. სამწუხაროდ ტაძრებში არის ის მეორე არანათელი მხარე, რომელიც არაკეთილსინდისიერი წინამძღვრების მიერ არის პროგრამირებული, რის შედეგადაც თუ კონკრეტული ტაძრის წინამძღვარი არის ბნელში, იმ ტაძარში ენერგიას ვეღარ იღებ, უბრალოდ ტოვებ, რადგან წინამძღვარს აქვს ეს ტაძარი ჩაბარებული და ვერ იღებ, ისე როგორც საჭიროა. კი, იმ ენერგორეზერვუარზე არ აქვს იმ წარწმედილი მოძღვარს თუ ვინც არ უნდა იყოს წვდომა, მაგრამ გაბრკოლებს მაინც მისი ენერგია. ამიტომ ტაძარი, როგორც ენერგოწყარო, არის ფუნდამენტურად საჭირო. დავუბრუნდეთ იმ თემას, სადაც ვამბობ, რომ შეძლებ თუ არა ტაძარში სიარულის გარეშე ღმერთთან მისვლას. მიხვალ და თან ვერ მიხვალ. მოდი განვიხილოთ, ვინ მივა და ვინ ვერ მივა ტაძრის გარეშე. შენ დღეს ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ მოძღვრის გარეშე და ტაძარში სიარულის გარეშე შენი ნაბიჯებით ვერ მიდიხარ ღმერთთან. არიცი ეს როგორ უნდა გააკეთო. დაფიქრდი ახლა რა გითხარი. შენ თუ შენით არიცი, როგორ უნდა იურთიერთო უფალთან, როგორ უნდა ილოცო, დღეს გახსენდება, ხვალ გახსენდება, ზეგარ გახსენდება და თუ არ ეძიები ღმერთს და ყოველდღიურად კვლევაში თუ არ ხარ ღმერთის, შენი ფეხით შენ ვერ მიდიხარ ღმერთთან. ტაძარი გჭირდება, მოძღვარი გჭირდება, შაბათკვირა გჭირდება. ის ვიღაც მოღვაწეები, რომლებიც გეუბნებიან, რომ ტაძარში სიარული არ არის საჭირო და მოძღვარი არ არის საჭირო, მან იცის, რომ შენ როგორც კი ტაძარში სიარულს დაანებებ თავს, გავიწყდება ღმერთი. ყოფა ცხოვრებით მდგომარეობაში გადადიხარ. მან იცის, რომ შენ თუ ამ სიმახინჯეს მიიღებ, უკვე ისედაც ვერ დაუახლოვდები ღმერთს, რადგან შენ დაგავიწყდება ღმერთით ერთი კვირა ილოცე და შემდეგ უკვე შეწყვეტ ლოცვას, შეწყვეტ ღმერთთან ურთიერთობას, შეწყვეტ ყველაფერს. შემდეგ შეიძლება გაგახსენდეს ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ და ჩამოგაშურა ღმერთს, რადგან შენით ამას ვერ აკეთებ ამ ეტაპზე თუნდაც. ამიტომ ადამიანების უმრავლესობა ტაძრის და მოძღვრის გარეშე აჩერებს ლოცვებს და ღმერთთან ვეღარ მიდის. მაგრამ შენ თუ ტაძარში არ დადიხარ, ყოველდღე ლოცვებში ხარ, ღმერთი გახსოვს ყოველდღე. ყოველდღე მუშაობს საკუთარ თავზე. ეს არჩევანი თუ გაქვს გაკეთებული და არ უხვევ გზას, მაშინ შენ შეგიძლიათ ტაძრის გარეშეც და მოძღვრის გარეშეც გააკეთო ეს, რადგან შენ თუ ეს გზა გაქვს არჩეული და გადაწყვეტა გაქვს, შენი მოძღვარი ხდება ქრისტე. გესმის? მოძღვარი კი არ ხდება შენი მოძღვარი, ჭეშმარიტად ქრისტე ხდება. და ნახე, შენი მოძღვარი დღეს ქრისტე რატომ ვერ არის, იცი ბოლომდე? იმიტომ რომ შენ გჭირდება ტაძარი და რელიგია და მოძღვარი, რომ გიბიძგოს, გაგახსენოს შაბათკვირას. და შენ თუ შაბათკვირა კი არა, ყოველდღე გახსოვს ღმერთი და ყოველდღე ლოცულობ და ყოველდღე მუშაობ, როგორ გახდე უკეთესი და ყოველდღე ცდილობ შეიმეცნო ღმერთი, შენ თავად ხარ მოძღვარი. შენ თავად ეძებ ღმერთს და ქრისტე ხდება შენი მოძღვარი. მეტაფორულად რომ გითხრა, მაგრამ შენ ამას ვერ აკეთებ, გესმის? ყოფა ცხოვრებით მდგომარეობაში ხარ, ამიტომ გარანტირებულად უნდა იარო ტაძარში და უნდა ილოცო და მოძღვარი უნდა აიყვანოს სუფთა. მოძღვარის გჭირდება, ისეთ ამპარტავნებაში ხარ, აღსარებას გჭირდება, რადგან შენით ვერ ამბობ რომ დამნაშავე ხარ, ვერ აღიარებ შენ შეცდომებს. აღსარება გჭირდება, ზიარება გჭირდება, ეს ყველაფერი გჭირდება, რომ
არ წარწყდე და არ დაგავიწყდეს საერთოდ ღმერთი. ამიტომ გჭირდება. მაგრამ ვიმეორებ ადამიანი, რომელიც თავისი ინერციით არის მომართული, აი ლაგარდკასავით ღმერთისკენ და დაწყებული აქვს სტარტი როგორც გაშვებულ რაკეტას. ის გაშვებული რაკეტა, ის ყოველდღე ღმერთისკენ მიდის. ყოველ წამს ეძიება ღმერთს და მიდის მისკენ და თავად ერკვევა ამაში და ქრისტე ხდება მისი მოძღვარი, მარტივერით რო თქვა. ქრისტე ხდება მისი ხმა. ხშირად არის, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მე ტაძრის გარეშე შევძლებ იმას ვიზამ და ავიწყდება ღმერთი საერთოდ. ბოლოს როდის ილოცა აღარ ახსოვს. ეს არ არის სწორი. ეს შეცდომაა. შენ ისედაც რობოტივით ხარ, სამსახურის სახლი, ფიზიკურად ვერ ახერხებ ღმერთთან იყოს შენი ინერციით. ამიტომ გჭირდება მოძღვრის და ტაძრის და რელიგიის ინერცია. მაგრამ შენ თუ იჩენ ამ პარტავნებას და ამბობ რომ ტაძრის გარეშე ვიქნები, მაშინ შენ ყოველდღე არც ერთი დღე არ უნდა ჩააგდო. უნდა იყო ლოცვაში. ყოველდღე უნდა ეძიებდე ღმერთს, ცოდნებს, ბიბლიას უნდა კითხულობდე. ყოველ შემთხვევაში ბიბლიას თუ არ კითხულობ, უბრალოდ ღმერთს უნდა კითხულობდე შენს გულში და ეძიებდე აზრებს, ფიქრებს და ამ ყველაფერს. და ამას თუ არ აკეთებ და იძახი რომ მე ტაძრის გარეშე შევძლებ, შენ ამ პარტავნებაში ხარ და ღმერთს დაკარგავ გარანტირებულად. რადგან საკუთარი ინერცია არ გაქვს, საკმარისი რომ ღმერთისკენ იარო და არც ტაძრის და მოძღვრის ინერციას იყენებ. და გავიწყდება ღმერთი ნელ-ნელა და იძირები ყოფაცხოვრებით მდგომარეობაში. ამიტომ რელიგია საჭიროა იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ღმერთის შესახებ ცოდნები, წმინდანების შესახებ ცოდნები, ლოცვები, სხვა დანარჩენი. ტაძარი საჭიროა იმისთვის, რომ წინაპრების მიერ დატოვებული ენერგიებით შეივსოთ და საჭიროა იმისთვის, რომ ღმერთი არ დაგავიწყდეს, რადგან ყოფაცხოვრებით მდგომარეობებში ხარ ჩაძირული. აქ გავიგეთ პასუხი. რელიგიაც და ტაძარიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პოსტსკრიპტუმად ვიტყვი, არ დამიწყოთ ახლა კითხვები კონკრეტულად რომელ წერტილშია მოწამეთაში ის ძალისმიერი ადგილი, ის ძალისმიერი წერტილი. მე კი არ მენანება თქვენთვის ესეთი საიდუმლოებების გამხელა, სად რომელი ძალის ადგილია. უბრალოდ არ მინდა გამთლიანება ვაქციო ისეთ ფანატიკურ სივრცე, სადაც დაიწყებთ ლაპარაკს, ვაიმე გიორგი მირჩია იმ წერტილზე მისვლა და განვიკურნე და გამთლიანებამ და ისევ გამთლიანება და გიორგის დაუბრუნდებით. რაშუაში ვარ მე? ეს ერთი. და მე მეორე. მე მინდა, რადგან ღმერთს უნდა ეს, რომ თქვენ უბრალოებაში იყოთ, არ ეძებოთო ძალისმიერი წერტილები, პორტალები და ეს ყველაფერი, რადგან თქვენ პორტალები კი არ უნდა ეძებოთ. ღმერთი უნდა ეძებოთ თქვენში და თქვენში უნდა გაიხსნას ეს ღვთიური პორტალი. შენ თუ გარეთ ეძებ პორტალებს, შენში პორტალს აღარ მოძებნი. ამიტომ მასე ცოდნებს არ ვაზიარებ, კი არ მენანება, უბრალოდ არ ვაზიარებ. არ არის ეს ჯანმრთელი. კარგი, ეს ყველაფერი გავიგეთ. რელიგია საჭიროა, ტაძარი საჭიროა. რატო, როგორ და ასე შემდეგ. ეხლა განვიხილოთ ხატები. გარკვეული არასწორი მოღვაწეები ადამიანებს ელაპარაკებიან, რომ ხატები არ არის საჭირო და ხატებიც კერპებზე ლოცვა და ხატს კი არ უნდა ეთაყვანო, ცოცხალ ღმერთს უნდა ეთაყვანო. შენ ხატზე რომ ილოცები, ხატს კი არ ეთაყვანები შენ. მოდი, სანამ ხატში გახსნილ ღვთიურ პორტალზე და სხვა დანარჩენზე მოგიყვები, გეტყვი რომ როდესაც შენ ხატზე ლოცულობ, შენ ხატით აკეთებ ღმერთზე კონცენტრაციას. ხატი გეხმარება კონცენტრაციაში, უფალზე რომ კონცენტრირდე. რადგან გამომუშავებული არ გაქვს კონცენტრაცია, ვიზუალიზაცია, რომ გონებაში წარმოიდგინო ხატი, ქრისტეს სახე, ეს ყველაფერი და თავში მოგდის 1000 აჯამსანდალი. ლოცვის დროს რაღაცეები შემოგდის თავში. ამიტომ შენ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეს გჭირდება ხატი და ყველას გჭირდება ხატი, რა თქმა უნდა. მაგრამ გჭირდება ხატი კონცენტრაციისთვის. რომ კონცენტრირდე ღმერთზე ლოცვის დროს, რადგან ლოცვის დროს კონცენტრაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთ-ერთი ცოდვაც კი არის ლოცვის დროს რაღაცეებზე რომ ფიქრო, სხვა რამეზე. ეს ერთი და მეორე. რატომ აგროვებდა მამა გაბრიელი ხატებს? მამა გაბრიელს ღმერთი ეუბნებოდა, რომელი ხატები უნდა შეეგროვებია. და საერთოდ ისეთ ხალხთან მიდიოდა, აი, სარდაფში ქონდა ვიღაცა სადღაც შენახული, არავინ არ იცოდა, პატრონმაც არ იცოდა ზოგჯერ. ძალით მოსილი ხატებს აგროვებდა. ყურადღება გაამახვილეთ სიტყვა ძალით მოსილ, ანუ ძალშემოსილ ხატებს. ნახეთ, როგორც ტაძარში არის დაგროვებული ენერგია ლოცვების შედეგად, ასევე ხატებში არის დაგროვებული ენერგია ლოცვების შედეგად და გახსნილია ღვთის პორტალი. და ეს არის ქვეყნის განძი. მამა გაბრიელი ამიტომაც აგროვებდა ხატებს. კომუნისტების დროს ეს განძი მიმოიბნა აქეთ-იქეთ და მამა გაბრიელმა თავი მოუყარა ძალით მოსილ ხატებს, განძებს. და ნახეთ, ამდენი ადამიანი რომ ლოცულობს, ან შესაძლოა ერთმა ადამიანმა გახსნას ხატში ღვთის პორტალი. იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანებს პორტალები აქვს ჩაბარებული ისე რომ თავადაც არ იციან, ისეთი სუფთა არის. გლეხი იყოს შეიძლება სადმე. მიხვდით? ამიტომ ბევრი ადამიანი როდესაც ლოცულობს ხატში და როდესაც წმინდა ლოცვები შედის ხატში იხსნება უხილავი ენერგეტიკული სხეული პორტალი ღვთის და
ძალით მოსილი ხდება ხატი. ამიტომაც შემდეგ ესეთ ხატებს უწოდებენ სასწაულმოქმედ ხატებს. და რისი ხატიც არის, მისი ხატება შემოდის ხატში და უკავშირდება პორტალით იმ კონკრეტულ წმინდანს, ღმერთს თუ სხვა დანარჩენს. მაგალითად, ღვთისმშობელი მარიამის და იესო ქრისტეს ხატი თუ არის სასწაულმოქმედი და მასში იხსნება პორტალი, მასში შემოდის ღვთისმშობელი მარიამის და იესო ქრისტეს ხატება. მარტივი ენით რომ გითხრათ, ხატი პირდაპირ დაკავშირებულია ქრისტესთან, ღმერთთან და ამიტომ სასწაულმოქმედია. ან წმინდანთან, ვისი ხატიც არის ამის მიხედვით. როცა გახსნილია პორტალი, ყველა ხატში არ არის ეს, მაგრამ ისე ხატი რომ ამოუბეჭდო ეხლა მე, მასაც აქვს ძალა, მაგრამ ისეთი არა, როგორიც გახსნილი პორტალის ხატშია. ისეთ ხატში, რომელშიც დიდი მადლებია ლოცვების შედეგად დაგროვებული. სხვაობა არის, მაგრამ ესეც მისამართია. ფურცელზე ამობეჭდილი ხატიც. ამიტომ ძალით მოსული ხატები დაკავშირებული არის უფალთან, წმინდანთან, ვისი ხატიც არის მასთან. ამიტომ როცა შენ ხატთან ლოცულობ, პირველ რიგში ხატი გეხმარება კონცენტრაციაში და მადმოსილ ხატთან თუ ლოცულობ, შენ პირდაპირ ხატზე კი არ ლოცულობ, შენ ლოცულობ პირდაპირ ღმერთთან. ხატია გამტარი, ღმერთთან დაკავშირების საშუალებაა. ამიტომ ვინმე თუ გეუბნება რომ ხატზე რომ ლოცულობ ეს არის იგივე კერპი, არა. შენ ხატზე რომ ლოცულობ, ხატზე კი არ ლოცულობ, ღმერთზე ლოცულობ, რადგან ხატია დაკავშირებული პირდაპირ ღმერთთან. გამოსახულება არის როგორც ტელეფონის ნომერი, რომ დარეკო. აი რატომ არის რომ კურნების დროს ადამიანის ვიზუალს თუ წარმოიდგენ, ბევრად სწრაფად კურნავ, რადგან პირდაპირ სწრაფადვე აგნებ პაციენტს, აგნებ მარტივად კავშირსამყარე. ხატსაც ეს დანიშნულება პირდაპირ კავშირზეა და კავშირსამყარე. ვიზუალიზაციით და თუ ხატი გადმოსილია პირდაპირ კავშირზე ხარ. ამიტომ ხატს რა ვიზუალიც აქვს, სულიერ სამყაროში აქვს ენერგეტიკული იგივე ვიზუალის სხეული ფორმა და მასშივეა გახსნილი ღვთის პორტალი. ასევე არის სიტუაციები, როდესაც ხატი ტოვებს ფიზიკურ სხეულს, როგორც ფიზიკურ სხეულს ტოვებს სული და მიდის კონკრეტულ ადამიანებთან. მაგალითად, ეხლა საპატრიარქოში არის გარკვეული ხატები, რომლებსაც დატოვეს თავისი ფიზიკური სხეული, რადგან გარკვეული ადამიანებთან აღმოჩნდა და ეს პერიოდი, ეს ხატები არის განკუთვნილი ადამიანებისთვის. საუბარია იმ ხატებზე, რომლებიც დალუქულია და ჩვენამდე არ არის წარმოჩენილი. ამ ხატებმა დატოვეს გარკვეულმა ხატებმა ყველამ არა ენერგეტიკული სხეულები და გადაეცემათ ხალხს, ძალით მოსილ ხალხს. ღმერთი აკეთებს ამას. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ აი მე მაქვს ეს ხატი აქ, არა, შენ უბრალოდ სხეული გაქვს. მისი ამდვილი ენერგეტიკული სხეული გადაადგილდა იმასთან, ვინც იმსახურებს ამას. უამრავი ისტორიები მაქვს, სადაც უბრალო მოქალაქეებს და რომლებზეც გარანტირებულად ვიცი, რომ ძალით მოსილები არიან, გადაეცემათ ხატები. ენერგეტიკული ხატი შედის მათ ოთახში, სადაც სინავთ, იქ დაბრძანდება ხოლმე და იცავს იმ კონკრეტულ ადამიანს. უამრავ ადამიანებს გადაეცათ ხატი და მათ ოთახებშია დაბრძანებული და იცავს იმ ადამიანებს. იესო ქრისტეს ხატი, ღვთისმშობელი მარიამის და იესო ქრისტეს ხატი, წმინდანების ხატი. ეგ კი არა ფიზიკურად უგზავნის. ღმერთი კონკრეტულ ხატებს ადამიანებს. სხვა ადამიანების გამტარობით. გესმე, გარანტირებულად გეუბნებით, რომ ხატს აქვს დიდი ძალა და ხატები ძალიან დიდ პროცესებში მონაწილეობას იღებენ და ეს ხატიც კი არ არის, ეს არის უფლის პორტალები, გააცნობიერე. და უფლის პორტალი ხატია და წმინდა. ძალიან ბევრი პროცესები არის. ასევე ბნელები ნადირობენ ღვთიურ არტეფაქტებზე, ხატებზე, სულის სამყაროში, მაგალითად, კონკრეტულ ადამიანს თუ აქვს ჩაბარებული ხატი, ის ადამიანი თუ წარწყდა, ხატზე მფლობელობა აქვს ჩაბარებული, ხატი შეიძლება გაიტაცოს ბნელმა და ხატის ენერგია ეს პორტალი აქვს, როგორც ენერგო რეზერვარად ისე იყენებენ და თავის ბუდეები აქვს, სინდიკატები არსებობს. სინდიკატები არსებობს შამანების, ბუდუების, სინდიკატები, ნამდვილი ფიზიკური ორგანიზაციები არის და სულის სამყაროში სინდიკატები აქვს. იპარავენ სულის სამყაროში სხვადასხვა ადამიანებისგან არტეფაქტებს, მაგალითად ეხლა ერთ-ერთი ადამიანი სუიციდამდე მიიყვანეს. უბრალო მოქალაქე არ იცის მან ამის შესახებ არ იცოდა. უბრალოდ ჩაბარებული ჰქონდა მისი წინაპრის დიდი ბაბუის ბერის არტეფაქტი. იმ ბერს ჰქონდა და სისხლის ხაზით გადაეცა და შემდეგ წაართვეს. როგორ წაართვეს? ანუ სუიციდამდე მივიდა ეს ადამიანი, რადგან არავის მისთვის არ აუხსნია რა არის არტეფაქტი, ჩაბარებული, ლოცვებშიც არ იყო, ჩვეულებრივად ცხოვრობდა მოქალაქეობრივად. მასეთმა ადამიანმა არ უნდა იცხოვროს ჩვეულებრივ მოქალაქეობრივად. მასეთ ადამიანი უნდა იყოს ლოცვებში. ანუ შენ რომ ნიჭები გაქვს, შენ უნდა იყო ლოცვებში, თორემ შენზე ნადირობენ და წაგართვევენ მე არტეფაქტს და ტყვეთ ყავს. ხშირად ყოფილი ვარ არტეფაქტების დასახსნელად, დამიხსნია ბევრი არტეფაქტი და არტეფაქტს რომ დაიხსნი, მე ის შენ გეკუთვნის. თან ღმერთი ისე არ გაგზავნის, რომ არტეფაქტი დაიხსნა და სხვას მიცე, ის შენ გაგაგზავნა და შენ გადმოგეცემა.
გამოცემა შენ ჩაგბარდა და ბევრი თემებია მაგ. ამიტომ ხატს მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი. ხატებზე მიდის ნადირობა. მოდი ცოტა უხეშენით ვიტყვი. სულის სამყაროში განსაკუთრებით. ამიტომ რელიგიაც საჭიროა, ტაძარიც საჭიროა და ხატებიც საჭიროა. ილოცეთ, პატივեցით რელიგიას, რომელმაც შემოგინახა ღმერთი, ტაძრებმა რწმენა, ხატებმა ძალა ღმერთმა და უფალთან იყავით, უფალთან ვიყოთ, ვილოცოთ, სიყვარულში ვიყოთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ხიზერშიც ვიყოთ, წარე სიმართლეც მივიღოთ, ვილაპარაკოთ ყველაფერზე, რომ ვიცოდეთ, სად ვართ, რანი ვართ, ქცეულნი, რანი უნდა გავხდეთ და საით უნდა წავიდეთ. დაგლოცოთ უფალმა, დაგვლოცოს უფალმა ყველას გჭირდება დალოცვა, ყველას გჭირდება განწმენდვა, განგვწმინდოს უფალმა, ცოდვები მოგვიტევოს, ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, ღვთისმშობლის ქრისტეს მადლი გვფარავდეს ყველას, დალოცვილი ვიყოთ ყველანი, დაგვლოცე უფალო, აფინე გულსა ჩვენსა, მადლი შენი, სიყვარული შენი, ნათელი შენი სხივით მოგვიცავ, მადლითა შენითა უფალო ქრისტე ღმერთო, მეფთი ქრისტე ღმერთო ჩემში, მეფთი ქრისტე ღმერთო ჩვენში. ამინ, ამინ, ამინ.